კი ჩვენთან სტუმრად გახლავთ ჩინური მეტაფიზიკის სპეციალისტი ირინა აღაპიშვილი. მობრძანდით. დილამშვიდობისა, როგორ ხართ? პირიქით. გვიანი დილა, როგორ ხართ? კარგად, თქვენ როგორ ხართ? როგორ მიყვარს ხოლმე ესეთი თემები რა? აი, საჩემოა. გავაგრძელებთ აუცილებლად, გავაძლიერებთ კიდევაც და გავუზიარებთ მთელ საქართველოს თქვენთან ერთად. კარგად, თქვენ როგორ ხართ? მომიყევით, აბა, განწყობა როგორია? შაბათი დილაა და ჩვენი რა ვიცი, ძალიან კარგად ვართ. მიხარია ძალიან. ბატონო ირინა, გითხარით ახლა გვიამბეთ, არ დაგვიმალოთ, ხო არ არის დეკემბრის თვეში რომელიმე რიცხვი ისეთი განსაკუთრებული, რომელიც ზეგავლენას მოახდენს ესე იგი ჩვენზე. კი ბატონო, გეტყვით სიამოვნებით გაგიზიარებთ კიდევაც, იმიტომ რომ სრული მთლიანი დეკემბერი ერთი ძალიან დიდი თარიღი არის. დამეთანხმებით ალბათ, იმიტომ რომ ახალი წელი მოდის და ამ სამზადისში არ უნდა გამოგვეპაროს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტები, რომელიც ასე ვთქვათ, მომავალი წლის კეთილდღეობის საწინდარი იქნება ჩვენთვის. კი, მღელვარე ნამდვილად, იმიტომ რომ ყველაზე ხშირი, აი ხა ჩვენთანაც Facebook-ის საიტი, Instagram-ი, ყველანაირი არხი, რომელიც კი არსებობს სოციალურ ქსელში, ყველაზე აი ხშირი კითხვები, შემიძლია ეხლაც გითხრათ და ყველასთვის საინტერესოა, ჩემთვისაც აუცილებლად, იმიტომ რომ ანალიზსაც ვაკეთებთ როგორი რანაირი. ესე იგი პირველი, როდის დგება ახალი წელი? ეს ყოველწლიურად ერთი და იგივე კითხვა. ჩინურად ერთია, თან ჩინურად ორჯერ უნდა დავუკვირდეთ ორ რაღაცას და გეტყვით ამასაც, მე მგონი საინტერესო რაღაცა. ჩვენი ახალი წელი ხო არის, მანამდე ქრისმას, ანუ 25-შიც მოკლედ. აი ეს დაბნება ცოტა არის, მაგრამ ეხლა დავალაგებთ. მაშინ პირდაპირ გადავიდეთ იმაზე გაშიფრვაზე და მერე შემდგომ კითხვებზე, იმიტომ რომ შემდეგი კითხვებიც საინტერესო, მაგალითად, რა ფერში უნდა იყოს ძირითადად შერჩეული დეკორი ან ტანსაცმელი? როგორი იყოს ჩვენი, უნდა იყოს ჩვენი საახალწლოს სულკრა მაგალითად და ვიწყებთ რომელი დღეა დეკემბრის თვეში გამორჩეული. კი ბატონო, დეკემბრი დავიწყოთ. დეკემბერში არის 3 გამორჩეული თარიღი, რომელიც ყველასთვის ძალიან ისეთი, ანუ ყველას გვჭირდება. პირველი 2 არის ზუსტად სივრცის, ანუ ჩვენი სახლის, ჩვენი ბინის, ანუ კომერციული ფართის, ოფისის, ნებისმიერი იმ სივრცის, სადაც ვართ, მომზადება. მომზადება რას ნიშნავს? ეს არის აუცილებელი რიტუალი, გნებავთ და არ გვიგნებავთ, აი ჩვეულებრივი ამბავია, იმიტომ რომ ხომ ვალაგებთ საახალწლოდ სახლს, მაგრამ უნდა დავატანოთ ისეთი რაღაცეები და ჩავთოთ ისეთი ინსტრუმენტი, გეტყვით თარიღსაც, ეს არის 9 და 21 დეკემბერი. შესანიშნავი უნივერსალური თარიღია. აქ მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ ეს არის უნივერსალური თარიღები. რითია უნივერსალური? იმით არის უნივერსალური, რომ ყველასთვის არის მისაღები. ამ შემთხვევაში მაგ საუბარი იმაზე, რომ ინდივიდუალური კონსულტაციის დროს, რა თქმა უნდა, ეს თარიღი შეიძლება შეიცვალოს, თქვენი დაბადების რუკის, დაბადების მონაცემებიდან გამომდინარე, ხოლო აი ეს 9 და 21 არის ყველასთვის უნივერსალური და ჩაგეკითხებით. ყოველ წელიწადს 9 და 21-ია თუ წელს 2020 აუცილებლად 2023 წლის დეკემბერზე გვაქვს საუბარი. 9 და 21 არის ის 2 დღე, როცა ჩვენ უნდა დავალაგოთ ჩვენი სივრცე, ჩვენი სახლი და რაც მთავარია, უნდა გავანეიტრალოთ ის ნეგატივი დაგროვილი, გვინდა თუ არ გვინდა, მაინც გროვდება აუცილებლად და ჩავატაროთ. გარდა იმისა, რომ ჩვეულებრივად დავალაგოთ რაღაცები, საკმაოდ აი 타임 მენეჯმენტის მოსახედიდანაც უნდა გავაკეთოთ, რას გულისხმობ მე? ფიზიკური დალაგება ერთია და მე გეტყვით რა საათებში და როგორ უნდა გავაკეთოთ და ჩემი უსაყვარლესი რიტუალიwith არის რაღაცა, სადაც უკვე ერთვება ცეცხლიც, არომათერაპია, არომამაგია და ასე შემდეგ. ეს წმინდა ენერგეტიკულად რომ მოვამზადო ჩვენი სახლი. მაგრამ ბოდიში გაწყვეტინებთ განსაკუთრებით გითხარით ქალბატონო ირინა, რა რიტუალები უნდა ჩავატაროთ, რომ ეს წელი უფრო მეტად წარმატებული იყოს? რიტუალი არის შემდეგნაირი. მაშინ საორგანიზაციო ნაწილს ის მე დაბრუნდებით, მაგრამ რიტუალებს რაც ეხება, საკმაოდ ბევრი რიტუალი არის. დრაკონის ხორცი ხო არ უნდა იყოს სუფრაზე ანუ. დრაკონს დავუბრუნდებით აუცილებლად, იმიტომ რომ დრაკონი არ არის მარტივი. თუ დაუკვირდებით აი ეს ჩინურ კალენდარში 12 ცხოველი ხომ არის წარმოდგენილი. ერთადერთი დრაკონი არის მითიური. ანუ დანარჩენი არის ფიზიკური, იმიტომ რომ თხა, ვეფხვი, ნებისმიერი სხვა რომ ავიღოთ, რეალურია და ცოტა რთული წელი იქნებაო, მართალია? მე არ მინდა შეგაშინოთ
მაგრამ წელი იქნება ძალიან რთული და ამისი ორი როგორი მაჩვენებელია, იცით, აი ხო ვაანალიზებთ, ზუსტად ესეთი ენერგეტიკულად მსგავსი წელი იყო 1964 წელი. და თქვენს მაყურებელო შეგიძლიათ დასორჩოთ ჩვეულებრივად და დაუკვირდეთ თუ რა ამბები ხდებოდა. თუ არ ვიყავი მაგდროში. არა, უბრალოდ რომ ტენდენციებისთვის ვიყოთ მზად და კიდე ორი რაღაცა არის, რამაც გეტყვით. ანუ ახალი წელი, რიტუალი მახსოვს, დავუბრუნდები, ამას ჩავამთავრებ და გეტყვით აუცილებლად. მოკლედ, ახალი წელი წელს ესეც მცოცავია, არ არის ფიქსირებული ჩინური ახალი წელი, იმიტომ რომ დამოკიდებულია მზის კალენდარზე და მთვარის კალენდარზე. ჩვენ გვაინტერესებს აი ენერგეტიკული ცვლის გადმოსახედიდან, როცა იცვლება ყველაფერი, ნულდება წინა წლის ენერგია და ახალი ენერგია შედის თავიდან ბოლომდე, ანუ 100% ძალაში. წელსაც, იმიტომ რომ შარშანაც იყო ეგ, წელს არის 4 თებერვალი, თბილისის დროით თუ ზუსტად მახსოვს 16 საათი და 52 წუთი. ამაზე სრული ვრცლად სტატია სამივე ენაზე დევს ჩვენთან საიტზე და პირდაპირ თუ დასორჩავთ, აი როდის დგება ახალი წელი 2024-ში მაქვს მითითებული, იმიტომ რომ რეალურად 24-ში დგება, ამოვა ეს სტატია და აი დროში რო არ შემეშალოს 16 და 52 არის მგონი თბილისის დროით. რას ნიშნავს ეს? ეს იმას ნიშნავს, რომ დრაკონის ძალა, ანუ დრაკონის წელი, ანუ 2024 წელი შედის ძალაში. აქვე მინდა გითხრათ, რომ ყველა გვეკითხება ხოლმე, რომ რომელი დრაკონის, როგორი დრაკონის და ასე შემდეგ. დრაკონის წელს არის მწვანე რატო? იმიტომ რომ არის ხის და ხის ძირითადი ფერი დამეთანხმებით, რომ არის მწვანე ძირითადი, იმიტომ რომ იქაც არის არა, ეგ სხვა კითხვა. ეს არის რეიტინგი. და ცეცხლს უნდა ვაფრქვევდეთ, ესე იგი? კი. და გეტყვით რატო? ესე იგი ენერგია, რომელიც შემოდის დრაკონთან ერთად, წარმოდგენილია ორ ელემენტში. ანუ ეგ როგორ გითხრათ, ეს ჩინური მეტაფიზიკის გადმოსახედიდან მე ვსაუბრობ ახლა რომ ორი ელემენტით რაღაცა. ჩვეულებრივი ენით ეს არის ტენდენციები, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა საკმაოდ ძლიერი იქნება, არამედ 2024 წლის განმავლობაში. მე მიყვარს ხოლმე, როდესაც ხალხს ვაფრთხილებთ და კი არ ვაშინებთ, მაგრამ წინასწარ ვეუბნებით, რომ ეს ტენდენცია არსებობს. აი რომ უფრო კონკრეტულად რომ გითხრათ, რა არის მომავალ წელს? მომავალ წელს არის უმეტესად ტენდენციური. მოდით პოზიტივით და ნეგატივი არა. კარგით, მზად უნდა ვიყოთ შემდეგი რაღაცისთვის. პირველი ყველაზე მთავარი და ძლიერი ტენდენცია, რომელიც დრაკონის წელს შედის თავიდან ბოლომდე ძალაში და გრძელდება არამედ დრაკონის წლის განმავლობაში, არამედ მომდევნო 20 წლის მანძილზე. ეგრეთ წოდებული 20-ეული შედის და პირველი რაც უნდა ვიცოდეთ, რომ ქალბატონები გამოდიან პირველ ფლანგზე, ასე ვთქვათ. ანუ მატრიარქატი იწყება. ყველანაირად ეს მე რომ მკითხოთ სამწუხარო ამბავია, იმიტომ რომ ქალი ანაცვლებს მამაკაცს ყველანაირ, როგორ გითხრათ, პროფესია, პოლიტიკა, რავი, პუბლიკაცია, პიარი, ყველაფერში აბსოლუტურად არ არის ჩვენი დრო მოსული. რა თქმა უნდა, არ დადგა ეს დრო. ჩვენიცით, ჩვენი ფემინისტობაში არ ჩამოთვალეს, მაგრამ აი ეს ოდნავ რაღაცა ქალის ის შევინარჩუნოთ, ცოტა ის არის, მაგრამ აი მწვანე დრაკონზე ბოდიში აი ის რაღაცა არის. რთული ტენდენციები დაამთავროს. რთული ტენდენცია, რთული რა, საინტერესო და საკმაოდ რთული, რომელიც შედეგად მოიტანს ბევრ რაღაცას, რაც რეალურად შეიძლება ჩვენი სამყარო ისე, რომ აი ჩვენი დღევანდელი ეთერი მაგალითად მომავალ წელს ამ დროს რომ ჩავთოთ და უბრალოდ დავუკვირდეთ თუ რაზე იყო საუბარი, ვიფიქრებთ რომ ღმერთო ჩემო, ეს რეალობა, ეს სულ ერთი წელი გვაშორებს, ანუ იმ ვიდეო ჩანაწერიდან, რას გულისხმობ? შეიძლება ბევრი რაღაცა, მათ შორის IT-ზე მაქვს საუბარი და artificial intelligence, ანუ ხელოვნურ ინტელექტზე. ხელოვნური ინტელექტი ჩაანაცვლებს 90%-ით ყველანაირ ფიზიკურ ჩართულობას, ანუ ადამიანურ ჩართულობას. ერთადერთი რაც ძალიან ბევრი ფიზიკა აი აღარ იქნება. ცნება აღარ იქნება და აი ბავშვები დაბადებულები უკვე 2024-ში და ზემოთ ძალიან ბევრი პროფესია მისთვის იქნება საერთოდ უცნობი, რომ აი დედა ეს ესე იყო, ეხლა ხო ეკითხებიან დედებს და მამებს, ნუ მშობლებს, მოკლედ და მობილურის გარეშე როგორ გაუძელიო და შვილო, საერთოდ არ ვიცოდიო რა იყო ეს მობილური, ანუ ეს როგორც ის არის, მაგრამ რეალურად ესეა და ხელოვნურ ინტელექტზე რისი თქმა მინდა, გადაგვარჩენს ერთადერთი კრეატიული მიდგომა. ერთადერთი რაც არ შეუძლია დღეს ხვალ რა
იქნება, ნამდვილად არ ვიცი, მე მგონი არც კაცობრიობა არ იცის, რომ მგონია რომ AI ჩაანაცვლებს ადამიანს. ნუ მოკლედ ტენდენცია ისეთი. მე მგონი ვერც ჩაანაცვლებს. ნუ დღეს როგორც კარპურში შედიხარ და შენით იხდი რაღაცა ანუ იცით როგორ აქ ცოტა გლობალურად რობოტი სალაროები რო არის. სალაროზე კი ეს უფრო ტექნიკური მხარეა, მე უფრო გლობალურ რაღაცეებზე მაქვს საუბარი. ეს არის უკვე შეიძლება პოლიტიკური პროგნოზი იყოს, პოლიტიკური თამაშები, მარკეტინგული თამაში, გლობალური ხედვა, აი საერთო რაღაცა. აქ უკვე ქალებმა უნდა ივაშკაცონ, იმიტომ რომ მაგათი ჯერია. 20 წლიანი მათრახი არ აქვს ხდება ესე გასცეს. მესამე რთული ტენდენცია. კი ბატონო, მესამე არის ის, რომ რთული წელი არის რა მხრივ. ფიზიკურად აი მიწისძვრა, ბუნებრივი რაღაცები, კატაკლიზმები სამწუხაროდ, მაგრამ შევეჯახებით ამ ფაქტს, რომ აქ იქ სულ იქნება რაღაცა ისინი. ანუ კატაკლიზმები ცეცხლი, არა, უფრო ყველაზე უფრო მიწისძვრა ამ მაგიტომ ზუსტად ყველგან აბსოლუტურად არავის არ აცდება. ეხლა უკვე გვაქანებს ხოლმე ეს ყოველდღურად. ნუ ჩვენ სეისმოლოგიურად ისედაც აქტიური პლატფორმა გვაქვს. კარგით, არ გვინდა ნეგატივი, არ გვინდა, ესე იგი კარგით რაღაცით მინდოდა და გითხარით მაინც გვაინტერესებს აი მწვანე დრაკონის ფავორიტი ნიშნები გითხარით. კი ბატონო, ფავორიტსაც გეტყვით, მაგრამ რა ჩავიცვათ, მოდით რა ჩავიცვათ და მე გეტყვით, უფრო აი ხო არის ხის დრაკონი, ანუ მწვანე, თვითონ დრაკონი არის მიწის ნიშანი, ანუ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ალბათ მწვანე და ყველანაირი მიწის პალიტრა, ანუ ოხრადან დაწყებული და ანუ მწვანე შეგვიძლია? შეგვიძლია, მაგრამ ჩემი რჩევა, აი როგორც მეტაფიზიკის სპეციალისტის რჩევა, თან დიდი გამოცდილებით მინდა გირჩიოთ შემდეგი რაღაცა. გამოვიყენოთ აუცილებლად წითელი ფერი. და დაგისაბუთებთ რატომ. თვითონ სტიქია ხის და მიწის არ მეგობრობს ერთმანეთთან და ერთადერთი შანსი რომ დავამეგობროთ ესენი არის ეს მეგობრული ხიდი ამ ორი ელემენტის შორის და ზუსტად ცეცხლი არის ის მეგობრული ხიდი რომელიც გვაძლევს საშუალებას აი ეს ცოტა ისეთი დატვირთულობა და რაღაცა გადავქმნათ უფრო მეგობრულ ენერგიას. ბატონო, ყავისფერი? ყავისფერი შედის მიწის პალიტრაში, კი, რა თქმა უნდა, ოხრა, ორგანზა, ყავისფერი, მოკა, ეხა ძალიან ტრენდული, ყველაზე მოდური ფერი არის. ხალბატონი რა ცოტა დროში ვიწურებით და გვაინტერესებს აი ეს ფავორიტი ნიშნები გითხარით? ფავორიტი ნიშნები კი ბატონი, ფავორიტი ნიშნები სანამ გადავალთ, ორი გაფრთხილებასავით მინდა გავაკეთო, თვითონ დრაკონი და ძაღლი. აი დრაკონის და ძაღლის წელს დაბადებული ადამიანები ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ 2024-ში. და ეს არის პირდაპირი შეჯახება ერთმანეთთან და რას ნიშნავს ეს? იქიდან გამომდინარე თუ რუკაში სად მდგომარეობს და სად არის წარმოდგენილი ეს დრაკონის ან ძაღლის ნიშანი, შესაბამისად ის ცვლილებები იქნება ან კარიერაში, ან პირად ცხოვრებაში, ან პროექტებში, ან კიდე მშობლებთან ურთიერთობაში და აი ოჯახურ თემებს შეეხება. ფავორიტებსაც რაც გავაგრძელო, გვაგდრო თუ არა? ფავორიტებს რაც ეხება ვირთხა, გველი და ცხენი ძალიან საინტერესო რაღაცეები გველის ჩვენ და ჩავეძიოთ მაინც და მაინც მაშინ თვალი ვადევნოთ ჩვენს Facebook გვერდს ან საიტს რომელსაც ქვია Feng Shui Philosophy with Irene აღაპიშვილი, ანუ ირინე აღაპიშვილთან ერთად და ჩვენ ნიშნების მიხედვით ავტვირთავთ ინფორმაციას აუცილებლად. კარგი, ეხლა როგორ შევხვდეთ ახალ წელს? დავანთოთ სახში ცეცხლები? დავანთოთ აუცილებლად, თქვა 9-ში და 21-ში დავალაგეთ, რიტუალი დაგვავიწყდა და ძირითადი ის არის, მოკლედ გეტყვით, რომ სანთლები უნდა გამოვიყენოთ სპეციალური, ეს არის ნეგატივის საწინააღმდეგო, ნებისმიერი ფერის, მაგრამ უნდა იყოს აუცილებლად პროგრამული. ჩვენი პროგრამული სანთლები იყიდება როგორც დომინოში, ნებისმიერ ობიექტში, ანუ სრულ ქსელში, ასევე საიტიდან შეძლებთ ამის შეძენა. ეს არის პროგრამული, რეალურად პროგრამა არის ჩადებული და პლუს ქართული ანოტაცია არის ვრცლად თუ რომელ დღეს უნდა დაანთოს ამა თუ იმ ადამიანმა. თავარი ის არის რომ გარი პერიმეტრის კონკრეტულად 31-ში რა უნდა ვქნათ? 31-ში არა, 9-ში და 21-ში არის ეს რიტუალი, ეს არის განწმენდა და საახალწლო რიტუალებს რაც ეხება არა 31-ში, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულია ენერგეტიკულ მაჩვენებელზე. ჩვენ რო გვიხარია 31 ეს არის ახალი წელი და სურვილების ჩაფიქრებაზე და ეს მსგავს რიტუალების ჩატარების დრო წელს 2023 წლის დეკემბერში არის 28 დეკემბერი და მეც გეტყვით აქ გვაქვს შესაძლებლობა რომ ვიმუშაოთ როგორც ფიზიკურად, ასევე მენტალურად, ასევე ვიზუალურად და მთავარია ვიზუალიზაცია მოვახდინოთ. რას ვგულისხმობ? ჩვეულებრივი ბლოკნოტი დაგჭირდება, ჩვეულებრივი კალმისტარი ან ფერადი ფანქრები და მთელი დღის განმავლობაში იმ მონაკვეთში, სადაც გვაქვს რეალურად დრო და მთავარია სურვილი და მზადყოფნა, იმიტომ რომ როგორც ბუდამ თქვა, რომ ჩვენ ვართ ზუსტად ის, რასაც ფიქრობთ და
ვიღებთ ზუსტად იმას, რის მზადყოფნაში ვართ. ასე რომ 28-ში ვიყოთ მზადყოფნაში იმისთვის, რომ ყველაფერი შეგვისურვა. აი, ყველაფერი აუცილებლად ყველაფერი შეგვისურდება თუ იქნებით კარგად განწყობილი. დიდი მადლობა, დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. საოცარი ინფორმაციები მოგვაწოდათ.